გაეროს სამიტი კლიმატის გლობალურ ცვლილებებზე საკითხმა ვინ წავიდოდა ნიუ-იორკში და ვინ გამოვიდოდა სიტყვით ლამი საქართველოს სახელმწიფოებრობა შეიწირა. ჩვენ დღეს დავინტერესდით, რამდენად კარგად იცნობენ ქართველი პოლიტიკოსები გლობალური დათბობის პრობლემას, რომელიც დღეს მსოფლიოში ნომერ პირველია. შედეგი სახარბიელო ვერ მივიღეთ. მსოფლიოს ყველა კონტინენტი, 2000-ზე მეტი ქალაქი და 6000 ადამიანი დღეს ერთი მიზნით გაერთიანდა. მოქალაქეები გლობალური დათბობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ. დემონსტრანტებს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, შეერთებული შტატების ექს-ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი და ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო შეუერთდნენ. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში გაიმართა, იმ ქალაქში, სადაც რამდენიმე საათში მსოფლიო ლიდერები, ფინანსური, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ დაძლიო ნომერ პირველი პრობლემა გლობალური დათბობა. ოფიციალურ ვებგვერდზე წერიან, რომ სამიტის მონაწილეები ვალდებული არიან კლიმატის ცვლილებების მიმართ გააძლიერონ პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ყველაფერი იღონონ, რომ 2015 წლისთვის ტემპერატურამ 2 გრადუსით არ მოიმატოს. საქართველოში გლობალური დათბობა მთავარ პრობლემად არ მიაჩნიათ. დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანა გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. კლიმატის ცვლილებების სამიტი უმრავლესობის დეპუტატებს მხოლოდ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის რამდენიმე თვიან დავასახსენებს თემაზე, ვინ უნდა დასწრებოდა ნიუ-იორკში დაგეგმილ სამიტს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ახლა სტრატეგიულ ინტერესში შედის, ან საგარეო ურთიერთობის საკითხში, ან საშინაო ურთიერთობის საკითხში. ჩემი უფრო დიდი, ასე ვთქვათ, ინტერესი იყო, ვინ მივიდოდა ამ სხდომაზე, პრეზიდენტი თუ პრემიერი. ნომერ პირველი პრობლემა გარემოს დამცველებისთვის არის კლიმატი. მე არ მგონია, რომ რაღაც ისეთი მნიშვნელობის სამიტი იყოს. დეპუტატების ამ კატეგორიას არ ეთანხმება გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სამიტის შესახებ ყველაზე უკეთ ინფორმირებული აღმოჩნდა. თუ ვიღაცა ფიქრობს, რომ საქართველო იმდენად პატარა არის, რომ მას არ შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, არის ღრმად ცდება. კითხვაზე რა იქნება ხვალინდელი სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი, დეპუტატებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ. მთავარი მსოფლიოში მთავარი ფორუმი, სადაც იკრებებიან სახელმწიფოს ლიდერები, სახელმწიფოს მეთაურები და საუბრობენ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ბატონია, იცით, დღის წესრიგი ზუსტად რას განიხილავენ ხვალ? კი, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ტენდენციები, საფრთხეები, რომელიც თვალშისაცემია, ყინულების დნობის საკითხები, ოკეანის დონის მომატების საკითხები. კონკრეტულად არა, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია. უზარმაზარი პრობლემაა, როგორ შეიძლება, რომ არ ვიფიქროთ ჩვენს გარემოზე, ხა ყოველ წუთას ხან მეწყერი გვაქვს, ხან წყალდიდობა. კლიმატის ცვლილებების სამიტზე საკუთარი პოზიცია ექს-პრემიერმა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს დაბალი დონის შეხვედრაა. შარშან ფანჯიგიძე იყო და ფანჯიგიძესაც წასვლა არ დომებია. მოადგილეს უშვებდა, ზალკანიანი უნდა წასულიყო. აი, სადაც ამოწევას იძახის, ესეთი მოწევა მოდის. ეს დაბალი დონის შეხვედრაა. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ახლა უკვე გარემოს დამცველი პოლიტიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებები მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემაა. შესაბამისად, ქვეყნებმა უნდა დაიწყონ ზრუნვა და შეამცირონ საწვავი ნივთიერებების და ნახშირის გამოყენება. გარემოს დამცველების თქმით, აუცილებელია შეწყდეს ტყეების გაჩეხვა. სამიტი არის დაგეგმილი იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას მოუწევს გარკვეული ვალდებულებების აღება. ეს ვალდებულებები არის პირდაპირ დაკავშირებული მათი ეკონომიკურ განვითარებასთან. და გარკვეული ტექნიკური გადაიარაღებებიც კი შესაძლებელია, ანუ ახალი ტექნოლოგიების დანერგვებიც კი იქნება საჭირო. ძალიან ბევრ ქვეყანას ელემენტარულად ჩაძირვა ემუქრება. კლიმატის ცვლილებების სამიტზე მსოფლიო ლიდერებისგან ელოდებიან ამბიციურ და კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს კლიმატის მდგრადობა და შეჩერდეს გლობალური დათბობა. ჯერ უცნობია, რას შესთავაზებს სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.